იმისათვის რომ არაფერი გამოგრჩეთ, უსმინეთ ყოველდღე. FM 95.5-ზე შემაჯამებელი გამოშვების დროა. საღამოშვიდობისა კომერსანტის ეთერში შემაჯამებელი გადაცემის დროა. მე გადაცემის წამყვანი სალომე სოსელია ვარ. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს კომერსანტის შემაჯამებელი გადაცემი და თქვენ მოისმენთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემების ანალიზს. კომერსანტის გუნდი ზრუნავს, რომ თქვენ პირველებმა გაიგოთ რა ხდება ან რა შეიძლება მოხდეს. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2 წევრის შერჩევის მიზნით საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დაიწყო 2015 წლის 7 აპრილიდან და დასრულდება 2015 წლის 23 აპრილს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბჭოს წევრი და რაში მდგომარეობს კონკრეტული მოთხოვნები, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ. ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დავების საბჭო, ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში და ჩვენი სტუმარი სტუდიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართალ-წარმოების სამმართველოს უფროსი თათა გორდელაძეა. მოგესალმებით ქალბატონ თათა, მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. მე მსმენელს გავაცანი უკვე ინფორმაცია, რომ დაწყებულია უკვე 7 აპრილიდან განაცხადების მიღება. თავდაპირველად მოდით ზოგადად ვისაუბროთ რა არის საერთოდ ეს დავების განხილვის საბჭო და შემდეგ უკვე მოთხოვნებზეც კონკრეტულად. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და მოკლედ მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით თუ რა არის დავების განხილვის საბჭო, ანუ რა ინსტიტუტია აღნიშნული. დავების განხილვის საბჭო შეიქმნა 2010 წელს თავდაპირველად და მისი შექმნის მიზანი იყო ის, რომ რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორს დაეცვა თავისი ინტერესები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ტენდერში მონაწილეობას იღებს ბიზნეს სექტორი, ხო, მისი წარმომადგენლები. დავების განხილვის საბჭოს შექმნაში, ანუ ასე ვთქვათ, აღნიშნულში არის ჩართული როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ანუ 3 წევრი არის სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო 3 არასამთავრობო სექტორიდან, რომლის არჩევნებიც ხდება ყოველწლიურად, ანუ ისინი 1 წლის ვადით აირჩევიან და შესაბამისად ეხაც აღნიშნული არჩევნები გვაქვს 2 წევრზე გამოცხადებული. ასევე მნიშვნელოვანია დავების განხილვის საბჭოს მექანიზმში ის, რომ მას არ აქვს მსოფლიოში ანალოგი იმ კუთხით, რომ საჩივარს იხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტილების მიღება, გამოტანა, ანუ საჩივრის დასაშვება და გადაწყვეტილების გამოტანა და შესაბამისად დავების განხილვის საბჭო არის ერთ-ერთი ის მექანიზმი, რომლითაც ჩვენ მოუწოდებთ ბიზნეს სექტორს, რომ მათ რა თქმა უნდა თუ ისინი შენიშნავენ რაიმე, ვთქვათ, დარღვევას ან დისკვალიფიკაციის კუთხით მათთვის მიუღებელი იქნება გადაწყვეტილება, გაასაჩივრონ, გააჩერონ ტენდერი, იმიტომ რომ გასაჩივრება არის ძალიან მარტივი. გასაჩივრების პროცედურა არის იმდენად გამარტივებული, რომ არ ჭირდება რომელიმე, ვთქვათ, საჩივრის წარმოდგენ პირს ყავდეს ან დაიქირაოს იურისტი, ანუ პროფესიით იურისტი, მას შეუძლია მარტივად შეაფცოს საჩივრის ფორმა, რომელიც მხოლოდ ელექტრონულად ხდება და რაც კიდევ ერთხელ იმას უსვამს ხაზს, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი და საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს განხილვის კუთხით და მას შეუძლია გამოაგზავნოს საჩივარი, რომელსაც როგორც აღნიშნე ძალიან შემჭიდროებულ ვადაში იხილავს საბჭო. ბიზნესი რამდენად აქტიურია, ანუ საქმეების რაოდენობა რამდენად მოცულობითია, ის რაღაც სტატისტიკა თუ არსებობს? კი. რა თქმა უნდა, გვაქვს სტატისტიკა. სტატისტიკა არის ჯამში ამ წლების განმავლობაში, ჯამურად რომ ვთქვათ, დღეის მონაცემებით შემოსული 1457 საჩივარი, თუმცა შეიძლება ასეთ შედარებაც გავაკეთოთ, რომ მაგალითად 2011 წელს თავდაპირველად შემოსული იყო 67 საჩივარი. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მატულობს გასაჩივრების რაოდენობა და თუ მაგალითად აი წლევანდელი პერიოდი საერთოდ რეკორდული მაჩვენებელია, იმიტომ რომ შარშან შემოვიდა 575 საჩივარი მთელი წლის განმავლობაში, ანუ 2014 წელს, ხოლო წელს, ანუ დღევანდელი დღის ჩათვლით, 3 თვის სტატისტიკა რომ ავიღოთ, უკვე შემოსულია 324 საჩივარი. რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან გაიზარდა საჩივრების რაოდენობა, ბიზნესი საკმაოდ გააქტიურებულია, ანუ მათთვის პატარა ვთქვათ ნიუანსიც კი, რომელიც მათთვის მიუღებელია, იწვევს იმას, რომ გაასაჩივრებენ ისინი დავების საბჭოში. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთ ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძველ წლებს რომ შევხედოთ, ანუ წინა წლების მაჩვენებელს რომ გადავხედოთ, გასაჩივრება ხდებოდა ძირითადად თბილისის მასშტაბით, ანუ საჩივრები შემოდიოდა ტენდერი
საჩუქდებოდა იქ სადაც თბილისის ტერიტორიაზე. უკვე წელს და ან 2 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ არ არის დარჩენილი არც ერთი რეგიონი ან რაიონი საქართველოს მასშტაბით, რომელიც არ გასაჩივრებულა, ანუ იქ ტენდერი. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აღნიშნული არის განპირობებული იმით, რომ ნდობა არის გაზრდილი, ანუ ნდობის ხარისხი საკმაოდ ამაღლდა სააგენტოს მიმართ, ასევე საბჭოს მიმართ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები არის მათთვის მისაღები. ამაზე მეტყველებს თუნდაც ისიც, რომ მე როგორც ვახსენე სტატისტიკა, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ჩვენ საიტზე დევს და დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. იქ შემოსული საჩივრებიდან 60-62% არის ბიზნეს სექტორის სასარგებლოდ მიღებული. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭომ ამ შესყიდვების სფეროში ტენდერებში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხო? და ამით თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება ბიზნესის სასარგებლოდ და გააუქმა ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდა შემწყიდვალ ორგანიზაციას. გასაგებია. მოდით გადავიდეთ უშუალოდ ახლა საბჭოს წევრებზე და ვაკანტურ თანამდებობებზე. ვის აქვს უფლება შემოიტანოს განაცხადი და როგორ ხდება საბოლოოდ საბჭოს წევრების შერჩევა? საბჭოს წევრების შერჩევა ხდება იმ პრინციპით, რომ რა თქმა უნდა ის უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ეს პირველი მოთხოვნა არის. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ დავების საბჭოს საქმიანობის წესი თავიდან ბოლომდე შეიცვალა, ანუ ძველი წესი ძალდაკარგულად გამოცხადდა და ახალი წესი იქნა მიღებული 2015 წლის 27 თებერვალს და ამ წესის მიხედვით გაიწერა უკვე კონკრეტული ძალიან ბევრი საკითხი. ერთ-ერთი არის და მნიშვნელოვანი საბჭოს წევრის არჩევა. საბჭოს წევრის არჩევა როგორ ხდება? ანუ კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, ძირითადად არის ის, რომ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, რა თქმა უნდა, და მას რა თქმა უნდა ქონდეს რაღაც გამოცდილება, საბაზისო ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. ანუ აქ არ მოითხოვება ისეთი ცოდნა, რომ ის იყოს აუცილებლად პროფესიონალი ამ საქმის, არამედ საბაზისო ცოდნა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მან უნდა მიიღოს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ დიდია ნდობა და ჩვენ ამის შენარჩუნებისკენ ვისწრაფით, რა თქმა უნდა. ასევე არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ აღნიშნული პირი უნდა იყოს ეკონომისტი ან იურისტი, ესეც ერთ-ერთი ჩვენი კრიტერიუმია შერჩევის. და ამ საბოლოო კანდიდატს არჩევს თავად არასამთავრობო სექტორი თუ ანუ ვინ იღებს მონაწილეობას შერჩევაში? კი ბატონო, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი კითხვა, მადლობა. სააგენტოს როლი აღნიშნულში არის ნოლის ტოლფასი, იმიტომ რომ ის არ ერევა არანაირ შერჩევაში, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე შერჩევის პრინციპი, ანუ არჩევნები არის არასამთავრობო სექტორზე. ანუ ისინი წარმოდგენილი იქნებიან და თავადვე არჩევენ, ანუ შერჩევა მოხდება მათ მიერ. სააგენტოს როლი აქ არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის, მან აღმოუჩინოს დახმარება იმ კუთხით, რომ ორგანიზება გააკეთოს, თქვა, სხდომაზე მოიწვიოს და შეადგინოს სხდომის ოქმი, რომელსაც შემდგომ თავადვე მოაწერენ ხელს. სააგენტოს წარმომადგენელი არ ერევა არჩევნების პროცესში და უფრო მეტიც, ანუ ჩვენი ცვლილებით, რომელიც მე ვახსენე საბჭოს წესში, რომელიც შევიდა, სააგენტოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, მან უარი განაცხადოს არჩეულ წევრზე. ანუ ის პირი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი დაასახელებს მათ მიერ შერჩეულ კანდიდატზე, უარს ვერ განაცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე, ის ვალდებულია წარდგინების შემთხვევაში დანიშნოს აღნიშნული პირი ერთი წლის განმავლობაში. კი ბატონო, ამ ცვლილებებზეც რომ ვისაუბროთ, თავად დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაშიც არის ცვლილებები გამარტივების კუთხით, როგორც ვიცი თუ შეიძლება რომ გვითხრათ აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებითაც და ეს ნიშნავს თუ არა რომ უნდა ველოდოთ აი ამ განაცხადების კიდევ უფრო მეტად გაზრდას სამომავლო პერიოდში. კი ბატონო, საქმიანობის წესი, რომელიც მე ვახსენე, შეიცვალა თავიდან ბოლომდე, თითქმის ყველა შეეხო და აქედან გამომდინარე მიღებული იქნა ახალი წესი. რა თქმა უნდა, მან გაამარტივა ძალიან ბევრი რამ და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე ჩამოვთვლი იმ ფაქტობრივ გარემოებებზე გამოვახვილებ ყურადღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პირველი არის ის, რომ საბჭოს წევრი განისაზღვრა ის, რომ ის არის თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი
დამოუკიდებელი, მას იგი არ ექვემდებარება არც ერთ თანამდებობის პირს და მას ზემდგომი არ ყავს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი პირი ვერ მიუთითებს საბჭოს რომელიმე წევრს, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე შესული ცვლილებების მიხედვით გასაჩივრებას ექვემდებარება ყველა ტიპის ტენდერი, იმიტომ რომ წინა წესის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა არ შემდგარი ან შეწყვეტილი ტენდერი. დღეს უკვე შესაძლებელია გასაჩივრდეს ყველა, ვთქვათ, მიუღებელი ქმედება, ასე ვთქვათ, სატენდერო კომისიის და მას იხილავს დავების საბჭო. აქ ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება არის 15 დღიანი ვადის შეზღუდვა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ამ ტენდერის გასაჩივრების დროს გათვალისწინებული იყოს და რა თქმა უნდა, რაც მნიშვნელოვანია, გაიწერა ძალიან დეტალურად საბჭოს წევრების არჩევნების წესი, რაც მე ვახსენე. ის რომ ეს თითოეული წევრი დამოუკიდებელია, არჩევნები როგორ ტარდება, ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია სააგენტოს. ეს პირდაპირ წერია, ანუ სააგენტოს როლი ის, რომ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არის, ესეც ხაზგასმულია ამ წესში. ასევე დაიხვეწა საჩივრის განხილვის პროცედურები, გათვალისწინებული იქნა განხილვაში სპეციალისტის და ექსპერტის ჩართვა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ 10 სამუშაო დღეში დასაშვებობიდან 10 სამუშაო დღეში ხდება საჩივრის განხილვა და აქ შესაძლებელია სხვადასხვა სპეციფიკის არის ეს შესყიდვების სფერო, შესაბამისად შესაძლებელია ჩართული იყოს მასში ექსპერტი ან სპეციალისტი. რა თქმა უნდა, მხარის მოთხოვნის საფუძველზე და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გამჭვირვალე დამოუკიდებელი არის ეს მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც აღნიშნე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება არის სავალდებულო შესასრულებლად შემწყიდველი ორგანიზაციისთვის და თუ იმ შემთხვევაში, ვთქვათ, არ სრულდება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროულად, რა თქმა უნდა, ამის მონიტორინგს აკეთებს დავების საბჭო, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ პირს აცნობს აღნიშნული შესახებ, რომ შეფერხება ხდება, შეფერხება არ მოხდეს და მოხდეს დროულად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე ერთი თუ შეიძლება დავასრულებ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ საბჭოს მიერ მიღებული, ანუ რატომ უნდა შემოიტანონ განაცხადები ჩვენთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ მათ აქვთ უნიკალური საშუალება მიიღონ მონაწილეობა შესყიდვების სფეროში, ანუ მოგეხსენებათ, რომ არასამთავრობო სექტორი რაღაც კუთხით აკონტროლებს სახელმწიფოს, სხვადასხვა სფეროებს და მათ ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ჩვენს არჩევნებში, გახდნენ საბჭოს წევრები და მიიღონ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები. ანაზღაურების თემაზეც რომ ვისაუბროთ, რა ხდება, არის ანაზღაურებადია თუ არა საბჭოს წევრობა? დიახ, ანაზღაურებადი არ არის საბჭოს წევრის საქმიანობა და სწორედ ამ კუთხით მივდიოდი. ჩემი პასუხი იყო აქეთკენ მიმართული, რომ არ არის ანაზღაურებადი, მაგრამ ეს საქმიანობა არის საკმაოდ პრესტიჟული, მინდა გითხრათ და არის ერთგვარად ის, რომ მას შეუძლია თავად მიიღოს ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. ანუ შექმნას ისეთი გადაწყვეტილება, რაც მიაჩნია სწორად და აქვე განმარტავ ერთ ფაქტსაც, რომ სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მე ვთქვი, 1400-ზე მეტია უკვე მთლიანი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საჩივრდება სასამართლოში, თუმცა მთლიანი მაჩვენებლიდან რომ ავიღოთ 7%-ია, 6-7%, რაც გასაჩივრდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე განხილვის ეტაპზეა მიიღო და ძალაში დატოვა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს იმას, რომ ის არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო ყოველთვის. კი ბატონო, და სამართლიანი, რაც მნიშვნელოვანია. გასაგებია, ჩვენთვის განკუთვნილი დრო დასასრულს უახლოვდება, თუმცა მინდა რომ ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,
მოუწოდოთ, რა ვადებში უნდა შემოიტანონ თქვენთან განაცხადები და ასევე განაცხადების მიღებით და დასრულებიდან უკვე რა ვადა არის კანდიდატების შერჩევისთვის, ანუ როდის გვეყოლება ორი ახალი წევრი დავების განხილვის საბჭოში. კი ბატონო, კანდიდატთა განცხადების მიღება დაიწყო 7 აპრილს და იგი დასრულდება 2015 წლის 23 აპრილს. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ აუცილებლად წარმოადგინოს განაცხადები და შემდგომ უკვე 5 სამუშაო დღის ვადაში უკვე მოხდება არჩეული კანდიდატების, რა თქმა უნდა, წარდგენა და საბჭოს თავმჯდომარე უკვე დანიშნავს აღნიშნულ პირს. შესაბამისად, კიდევ ვისარგებლებდი თქვენი ეთერით ასევე, რომ რა თქმა უნდა, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომ მიიღონ მონაწილეობა, თუმცა აქვე არის ის, რომ შესაძლებლობას ვაძლევთ იმისა, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიიღონ იმ პროცესში მონაწილეობა, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს ეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ უფრო მეტად გამჭვირვალე გახადთ. კი ბატონო, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს მოწოდებას ასე ვთქვათ, გამოეხმაურებიან და დაინტერესება საკმაოდ მაღალი იქნება, ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით რა მოცულობის განაცხადები შემოვა და უკვე ვინ შეირჩევა საბოლოო კანდიდატებად დავების განხილვის საბჭოში. უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი თათა გორდელაძე იყო ჩვენი სტუმარი სტუდიაში. მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენთან რეკლამის როა, რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით.